პირველი იანვრის ღამეს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ წელს ზეიმობდა დიდი არეულობა და დაპირისპირება იყო გერმანიაში. რამდენიმე ქალაქში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებას და აკრძალული პიროტექნიკის გამოყენებას. 3 ახალგაზრდის და 2 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ბერლინსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში. მოქალაქეთა დაჯგუფებებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ სამართალდამცველები. მათ შორის ერთი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში დაიყვანეს. დაშავებულია ერთი მეხანძრე მაშველიც. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით დაპატიმრებულია 400-ზე მეტი ის მოქალაქე, რომლებიც თავს საპოლიციო ძალებს დაესხნენ და პიროტექნიკა დამიზნებით ესროლეს. აღმართეს ხელოვნური ბარიკადები და ქუჩების გადაწვას სცადეს. გერმანიის მთავრობამ პოლიციელებზე თავდამსხმელები კრიმინალებად გამოაცხადა. პოლიციის გაძლიერებული ძალების განლაგება ძალადობისა და ქაოსის მომწყობთა წინააღმდეგ მიმართული სწორი საშუალებაა. მრავალრიცხოვანი დაკავებები და პოლიციაზე თავდასხმების განახლება გვაჩვენებს, რომ ზომების მიღება აუცილებელი იყო. გერმანიის ქალაქებში ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შემდეგ პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. სამართალდამცველები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან დედაქალაქში ჩაიყვანეს. პოლიციის პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გერმანიაში ახალი წლის ღამეს არეულობები არაერთხელ მომხდარა. ქვეყანაში ფოიერვერკების გამოყენება 1 იანვრის ღამეს მხოლოდ რამდენიმე საათით არის დაშვებული და სრულად აკრძალვის მომხრეა, რადგან არალეგალურად შეძენილ პიროტექნიკას კონკრეტული დაჯგუფებები სამართალდამცველებზე დასხმებისთვის იყენებენ. ძირითადად ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ეს ახალწლო ღამეები ჩვენთვის სულ და უფრო მღელვარე მოვლენებით სავსე ხდება. ამას ვხედავთ ჩვენი გამოძახებების რაოდენობაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშინ, როდესაც გერმანიაში სამართალდამცველებზე თავდამსხმელებს კრიმინალებად და დამნაშავეებად აცხადებენ, საქართველოში ბევრად უფრო მძიმე ინციდენტებსა და ძალადობრივ დაჯგუფებებს გერმანიის ელჩმა, რომელიც ხშირად გამოირჩევა არადიპლომატიური განცხადებებით და ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირებით, მშვიდობიანი უწოდა. ასევე, როდესაც თბილისში აქციის მონაწილეებს სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა ჰქონდათ. პოლიციელებს პიროტექნიკა დამიზნებით ესროლეს და შემდეგ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს. ეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა და ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ იარაღად გამოიყენეს და მოძალადენაც აქტივისტების გამოშვებაც მოითხოვეს, თუმცა არაფერი თქვეს 100-ზე მეტ მძიმედ დაშავებულ პოლიციელზე. ჩვენ დავინტერესდით გერმანიის საელჩოს პოზიციით, რატომ მიიჩნევს პიტერ ფიშერი საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენებს მშვიდობიან პროტესტად, რაც გერმანიაში კრიმინალად შეფასდა. ამ კითხვით გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მივმართეთ, საელჩო კი ამ დრომდე დუმს. ის რაც კრიმინალია გერმანიაში, რატომ არის მშვიდობიანი საქართველოში? ეს კითხვა სწორედ გერმანიაში ახალი წლის ღამეს მიმდინარე პროცესების მერე აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. ორმაგი სტანდარტი და არაობიექტური განცხადებები, ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისა და ელჩის პოზიციებზე. ქართული ოცნების წევრების თქმით, მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა აქვთ. საინტერესოა, სად არის ახლა გერმანელი დიპლომატი და გერმანიის ელჩი საქართველოში, რატომ არ გამოდის და რატომ არ აკეთებს განცხადებას, ან როგორ აუხსნეს ქართულ საზოგადოებას, რა ხდება ახლა გერმანიაში და სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში. შემთხვევით, ჩვენ როცა ვამბობთ ხოლმე, რომ ეს 2 მაგი, 3 მაგი და 10 მაგის სტანდარტები არის საქართველოს მიმართ ხოლმე, ეს მხოლოდ ძალიან რბილი შეფასებაა. თითქოს ეხლა უნდა გამოვიდნენ მაშინ ჩვენი გუნდის წევრები და ისაუბრონ გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლაზე, უნდა მოუწოდოთ ჩვენ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ, რადგან ისინი მშვიდობიანი მანიფესტანტები იყვნენ და არაფერი არ დაურღვევიათ და მხოლოდ ტყუილად არიან დაპატიმრებულები და დაკავებულები. ამას ჩვენ ხომ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ობიექტურები და ყოველთვის ნებისმიერ განცხადებას ვაკეთებთ და აღქმებს არ ვქმნით რაღაცა მოგონილი ფაქტებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავდით, რომ ანალოგიურად ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა 28 ნოემბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქციის იმ წევრების მიმართ, რომელთა მიმართაც ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და აღძრული სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად აი ამ პროცესებში საქართველოს კონტექსში თუნდაც გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული პოზიციები
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თურმე რაც დანაშაულებრივი ქმედება არის გერმანიაში, საქართველოში ეს არის სამშვიდობო ხასიათის აქცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ ორმაგი სტანდარტების შემცველ განცხადებებზე და კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმ გარემოებას, რომ ლიბერალური ძალებისთვის მიუღებელი არის ქვეყნის და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა საქართველოში. რიგგარეშე არჩევნებამდე მოქმედ შოლცის ხელისუფლებას და მათ ორმაგ სტანდარტს, რომ გერმანელმა ხალხმა პასუხი უკვე გასცა, ეს დღეს საქართველოში საპარლამენტო ოპოზიციამ მათ კიდევ ერთხელ შეახსენა გურამ მაჭარაშვილის განცხადებით. არა სამართლიანი და არა მეგობრული განცხადებები უცხო ძალებს ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდათ. როდესაც შენ უსამართლოდ იქცევი სხვის მიმართ, ბუმერანგივით აუცილებლად დაგიბრუნდება უკან. და ასე დაემართა სწორედ გერმანიის ხელისუფლებას. როდესაც აქ საქართველოში პოლიციელებს ესწროდნენ არა მარტო პიროტექნიკას, არამედ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ძიმე საგნებს, აზიანებდნენ პოლიციელებს, გერმანიის ხელისუფლება მათ შორის ამბობდა, რომ თურმე ეს ყოფილა მშვიდობიანი აქცია და ეხლა როცა თავად გერმანიაში იგივე პიროტექნიკით ებრძოდნენ პოლიციელებს, კრიმინალები უწოდეს გერმანიის ხელისუფლებამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს. მათ შორის ბატონი შოლცი რო გამოდიოდა ბატონ მაკრონთან ერთად და 30-მდე დაკავებულ ადამიანს ძალადობრივი აქციის მონაწილეს საქართველოში რო ამბობდა, რომ უნდა გამოგვეშვა უკანონოდ. ეხლა რატო არ მოუწოდებენ გერმანიაში 400-მდე დაკავებულ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ძალადობრივ აქციის მონაწილეებს. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის გერმანიის საზოგადოებისთვის, რომელმაც უკვე შოლცის პარტია გადაირჩია ფაქტობრივად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კოალიცია დაშლილია გერმანიაში. საქართველოს მიმართ ზოგიერთი დიპლომატისა და უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან უსამართლო და არათანაბარ დამოკიდებულებებზე მართველი გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს. გერმანიაში მიმდინარე მოვლენები და გამოხმაურებები კი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.